ადამიანი განახორციელებს ინვესტიციას იმ სიტუაციაში, როცა მაგალითად ქვეყნის პირველი პირი თუ არა ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ესეთ განცხადებას აკეთებს, რომ გადასახედია ეს ბიზნესი და საერთოდ უნდა აიგრძალოს. არავინ მართალია მე თავისი თვე უკან წაიღო, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ მაინც ბიზნესისთვის ეს სერიოზული სიგნალია, რომ მან თავი უნდა შეიკავოს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას. მე ახლა აღარაფერს აღარ ვამბობ მყბადაღებულ ტარიფების განახევრებაზე, რომელმაც პირდაპირ უბიძგა თურქ ინვესტორებს მაგალითად აღარ ჩაედოთ ქართულ ენერგოსექტორში ფული და ეს წაეღოთ, მაკედონიაზეა საუბარი და ეს ჩემი აზრი არ არის, ეს ამერიკის საოჯრო პალატის ხელმძღვანელმა ფადიასიმ განაცხადა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თავისთავად აი ამ სიტუაციას ახლავს ხოლმე წინა არჩევნების შემდგომ და წინა საარჩევნო პერიოდს ასეთი ურთიერთგამობრიცხავი განცხადებები და მე იმედი მაქვს, რომ დაალაგდება სიტუაცია, თუნდაც დაალაგდება იმ მხრივ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი აღარ იტყვის ისეთ რამეს, რომ ინფლაცია დღეობით საქართველოში და წელს მივახციეთ ჩვენ. მაპატიეთ ბატონო, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბიზნესის შეცდომები, ესე თქვათ, ზოგადად შეცდომები იყო მხოლოდ ამ კუთხით, თქვათ, სხვა მხრივ ყველაფერი ნორმალურად ვითარდებოდა. ბიზნესის შეცდომები არ ბიზნეს თქვენ თუ გულისხმობთ თვითონ ბიზნესმენების შეცდომებს ეს არა ბიზნესმენების არა ზოგადად აი ამ მე გკითხეთ ზოგადი აზრი ძალიან საინტერესოა რომ კონკრეტებით რა თქმა უნდა თქვენი აზრის მოსმენა მაგრამ ანუ გარდა იმისა რომ რაღაცები შეიცვალა ბიზნესში აი ზოგადი აზრით ბიზნესის განვითარება ქვეყანაში როგორ მიმდინარეობდა მე მგონია არ ვიცი ხა 1000 რამ არსებობს ამაზე გამოთქვა მაგრამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს ციფრები წელს მაგალითად 2012 წელში ჩვენი ეკონომიკა სექტემბრის ბოლომდე ოქტომბერიც შეგვიძლია ჩავთვალოთ საშუალო წლიურზე გადაანგარიშებით 7%-ზე მეტი ტემპით ვითარდებოდა ეგ საკმაოდ კარგი მონაცემია მე არ ვიტყოდი რომ ეს ახლა გადასარევი და დედარავნახე მონაცემია საქართველოს უფრო უკეთესიც ქონია მაგალითად 2007 წელში 14% იყო 2006-ში 11 თუ 12% იყო ეს უკეთესი მონაცემები იყო მაგრამ 7-8%-იც ეს არ არის ცუდი მონაცემი თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინფლაცია იყო ძალიან დაბალი 0.1%-მდე დავიდა ზაფხულში ინფლაცია წლიური საინტერესოა პატას აზრი საკითხთან დაკავშირებით როგორი იყო ბიზნესისთვის გასული წელი პატა მეც მოგესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელსაც პრინციპში ნაწილობრივ დავეთანხმები ბატონ ამირანს რომ რთული წელი იყო გარკვეული წილად იმის გამო რომ საარჩევნო წელი იყო სწორად აღინიშნა თუმცა ბიზნესის თქვათ ბიზნესის განვითარებაზე ბიზნესის ზოგადად გავლენა მოახდინა არა პოსტ საარჩევნო არამედ ასე წინა საარჩევნო პერიოდმა საკმაოდ დაძაბული მთელი თქვა თვეები ჰქონდა ჩვენ ქვეყანაში და ბუნებრივი ამას რომ გავლენა არ მოეხდინა ბიზნესზე შეუძლებელი იქნებოდა პრაქტიკულად იმიტომ რომ ძალიან დაძაბული იმას თქვა წელი ჰქონდა მთლიანად და ბუნებრივია რომ ყველა ბიზნესი მით უმეტეს როცა უცხოურ ინვესტორებზე გვაქვს საუბარი ელოდებიან ქვეყანაში შემოიტანონ კაპიტალი მაშინ როცა ასე დაძაბული სიტუაცია და მე მაშინ როცა გაურკვეველი არის თუ რა პერსპექტივა ექნება ზოგადად ბიზნესს ამ ქვეყანაში და როგორ იქნება რა ეკონომიკური პოლიტიკა იქნება მომავალში როგორ აცვლილებები შეიძლება მოხდეს თუ არ მოხდეს. ამან ასახვა პოვა ბუნებრივია შესაბამის მაჩვენებლებზე მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ თუკი მაგალითად პირველ მასში აი მეოთხე კვარტალში 2011 წლისა თქვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებმა 343 მილიონი დოლარი შეადგინა დაუშვათ მაგალითად მეორე კვარტალში იყო 219 მილიონი და მესამე კვარტალში კიდევ უფრო შემცირდა 195 მილიონამდე. ეს არის სწორედ ის წინა საარჩევნო პერიოდი. მე სამწუხაროდ არ მაქვს პოსტსაარჩევნო პერიოდში მეოთხე კვარტალის მონაცემები ბუნებრივია ჯერ არ დასრულებულა და არ არის ეს მონაცემები, თუმცა მე ჭვიმაქ რომ აქ მონაცემები როგორც მინიმუმ კი ინდონეზია იქნება შენარჩუნებული, ან კიდევ უფრო შემცირებული შეიძლება იყოს. ეს ბუნებრივი პროცესია, ეს თქვათ მეტნაკლებად ყველა ქვეყანაში ეს ხდება, როცა საარჩევნო წელია და შესაბამისად იმ მოსალოდნელია რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიძლება შეიცვალოს შესაბამისად
შესაბამისად ახალ ხელისუფლებასთან ერთად უკვე აქამდე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა ასე ვთქვათ, ეს არ არის ტრაგედია ბიზნესისთვის და თუ ჩვენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან სწრაფად ჩამოვაყალიბებთ და ჩვენ რა ახალი ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში წინამაჩვენებლები შესაძლებელია რომ კვლავ იქნეს მიღწეული, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალ ჩვენ ახლა დაახლოებით მესამე კვარტლის მონაცემებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიხედვით ვართ დაახლოებით 2010 წლის დონეზე საშუალოდ, როცა პოსტკრიზისული პერიოდი იყო ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში. თუმცა კიდევ ერთხელ ამ მაჩვენებლების გამოსწორება საკმაოდ მალე შეიძლება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში. მადლობთ. თუ გადავხედავთ სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს წინა წელთან დაკავშირებით, ქვეყანას ამ მიმართულებით ჰქონდა არაერთი წარმატება. მაგრამ მე მინდა მაგალითი მოგიყვანოთ ამ საკითხზე ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი ფრანჩესკო კასელი წერდა ბიზნესის კეთების რეიტინგი ბევრს გეუბნებათ ოფიციალურ ნორმებსა და ოფიციალურ ინსტიტუტებზე არაფერია მოულოდნელი იმაში რომ ქვეყანაში რომელიც ქაღალდზე ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობისა და ნორმების თვალსაზრისით ზოგადი გარემო და ამ კანონმდებლობის გამოყენება შესაძლოა ცოტა სარისკო იყოს იყო თუ არა ამ ხრივ დიდი რისკი ინვესტორებისათვის საქართველოში ბატონო ამირან. საქართველოში რისკი ყოველთვის არის, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ომის მდგომარეობაში ყოფილი ქვეყანა ვართ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ეს რა თქმა უნდა გარედან დანახული თვალით ეს არის ძალიან დიდი რისკი. პირველ რიგში მე ამას ვიტყოდი და შესაბამისად ყველა აქედან გამომდინარე მე მაგალითად ქართველი არ ყოფილიყავი და ქუთაისელი არ ყოფილიყავი ამ ქვეყნისკენ არ გამოვიხედავდი ძალიან უნდა დაეძალებინა ვინმეს რომ ამ ქვეყანაში ფული ჩამედო ეს ჩემი არა მაგალითად სადღაც ავსტრალიაში რო ცხოვრობდი და ავსტრალიელი ვიყო რატომ უნდა ერთი შეხედეთ ეს იყო ერთადერთი მიზეზი თქვენ შეგიძლიათ თქვათ მოდი ესე ვთქვათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც საქართველოში ფული შეიძლება არ ჩამოიტანოს ადამიანმა შეიძლება იყოს ძალიან ბევრი იმიტომ რომ ასე არ არის რომ ახლა როგორ არის ცით რომ აი ვაიმე და ხახა საქართველოში მინდა ფულის ჩადება და ვაიმე და ხახამეს ასე ვთქვათ არ მეძინება იმაზე ფიქრით რომ აი საქართველოში როგორ წავიღო ფული ესე არ არის ფული სოფლიოში არის ძალიან ცოტა უცხოეთში წასაგები მით უმეტეს და ეს არის ქვეყნის მთავრობებზე მის ასე ვთქვათ ენერგიაზე მის ნამოქმედარზე ძალიან ბევრად დამოკიდებული თუ რამდენი ფული შემოვა ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ნიუანსი რის გამოც შეიძლება ადამიანმა ფული შემოიტანოს ან არ შემოიტანოს იმიტომ კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ ფული მსოფლიოში სხვაგან წასაღები და დასაბანდებელი არის ცოტა და მსურველი ამისი არის ძალიან ბევრი და საქართველოს მთავრობა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ამის აკეთებდა იმისათვის რომ ადამიანს ეფიქრა და საქართველოში წამოიღო ფული. ძალიან ბევრ ამის აკეთებდა ამისთვის, რაღაცა გამოვიდა, რაღაცა არ გამოვიდა. ის რომ ახლა თქვენ თუ საუბრობთ არაფორმალურ რაღაც ურთიერთობებზე, ხა არაფორმალური ურთიერთობები, იმიტომ არის არაფორმალური ურთიერთობები, რომ ის კანონსაწინააღმდეგოა და ერთი რამე ხა ქაღალდზე დაწერილი კანონები, რას ქვია, ქაღალდზე დაწერილი კანონები ექვემდებარება შესრულებას და თუ არ სრულდება ესე კანონი ირღვევა, ხო? იმიტომ ჩვენ მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც ფორმალური კანონებია და ხარა ფორმალურად და უშუალოდ კანონსაწინააღმდეგო თუ ვინმე რამეს აკეთებს, ეს უკვე სხვა ტიპის პრობლემაა, თუმცა იმისთვის რომ საქართველოში ფული შემოსულიყო, ბევრი რამე გაკეთდა. პირველ რიგში გაკეთდა ის, რომ ძალიან სერიოზული პრივატიზება ჩატარდა, კერძო საკუთრებაში გადავიდა ძალიან ბევრი რამე. თუნდაც ის, რომ ათასობით მარეგულირებელი დოკუმენტაცია იქნა გამარეგულირებელი და შემზღუდავი კანონმდებლობები იქნა გაუქმებული. თუნდაც იმისთვის, რომ გადასახადები ძალიან დაბალია, როგორც რაოდენობრივად, ისე საერთო მოცულობითაც. თუნდაც ის, რომ გამარტივებულია ურთიერთობა
დარეგისტრირების თვალსაზრისით ქონების დარეგისტრირების თვალსაზრისით კი, მაგრამ აი ბიზნესის დახურის თვალსაზრისით არა, არც დახურო არ არის ჩვენთან მაინდა-მაინც სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემაა, გრძელვადიანი პროცესია ძალიან. არა, გაკოტრების მექანიზმი სხვებთან შედარებით, ყველაფერი შედარებითია, ხო? ქვეყანაზე ხო წელიწადი და წელიწად ნახევარი ნამდვილად არ გრძელდება საქართველოში გაკოტრების პროცესი, მინდა გითხრათ. თუმცა არის რაღაც პრობლემა, ჩემი აზრით, მაგალითად პრობლემა არის ის, რომ ძალიან დიდი დრო ეხარჯება ბიზნესმენს საგადასახადო ასე ვთქვათ, პროცედურების გავლისთვის. არა ვართ ჩვენ მაინდა-მაინც წარმატებული ამ მხრივ და სამუშაო არის, რომ დაახლოებით 387 საათი სჭირდება წლის განმავლობაში. კი ბატონო, ეს არის ძალიან შეიძლება კატასტროფა არ არის, მაგრამ შუა სადღაც შუაში ვართ აი ამ მონაცემით და მე მგონია რომ აქ გამარტივდა სხვათა შორის ბოლო წელიწად ნახევარში, მას შემდეგ რაც ჟაბა ივანოვიძე მივიდა შემოსავლების სამსახურში ამ მხრივ რაღაც ნაბიჯები იყო გადადგმული და მე იმედი მაქვს რომ გაგრძელდება ეს რომ არ კონდეს საგადასახადოს და გადასახადის გადამხდეს პირდაპირ შეხება ერთმანეთთან და მეტი ესე ვთქვათ ელექტრონული და ვირტუალური საშუალებით ხდებოდეს ეს ყველაფერი ამ მხრივ რაღაც ნაბიჯები იყო გადადგმული საკმაოდ კარგი ჩემი აზრით. ნუ რა ვიცი ძალიან ბევრი ახლა გამარტივება ბევრი რამის შეიძლება მე მაინც მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და უშუალოდ რისკი რაში ჩვენ ყოველთვის ჩვენი ეკონომიკა იყო რომ ეს ნუ ჩვენ რაღაცნაირად ინფლაციას ბოლო ერთ წელიწად ნახევრისგან ეს გამოსწორდა თორე უფრო ადრე ინფლაცია ყოველთვის იყო ქვეყანაში და ახლა ინფლაცია არის ძალიან სერიოზული პრობლემა მართალია ახლა ეს არ იყო ისეთი კატასტროფული 7, 8, 10, 12% იყო მაგრამ მაინც ეგ სერიოზული პრობლემა იყო ეს უნდა გამოსწორებულიყო და წელს მე მგონი ეს გამოსწორდა თუმცა ბოლოდროინდელი განცხადებები შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პროგნოზი უბრალოდ ესე ვთქვათ როგორ შეიძლება იყოს ეს გარემო ხვალ ინვესტორებისათვის საქართველოში როგორ ფიქრობთ თქვენ ვერ გეტყვით მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება კარგი იმიტომ რომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ ჩვენ თუ სწრაფად არ განვითარდით გერმანელებს ზოგადად ევროპელებს 2, 3, 4, 5% ყოფნით განვითარებს შეიძლება იაპონელებსაც და ამერიკელებსაც 1-2%-ით ყოფნით განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა და სწრაფად გამოვასწოროთ სიტუაცია, მინიმუმ 8-10% მაინც უნდა გქონდეს წლიური ზრდა, რომ ჩვენ 15-20 წელიწადში რაღაც საშუალო ევროპულ დონეს აღმოსავლეთ ევროპელებს მაინც დავეციოთ იმის გათვალისწინებით თუ ისინი ასევე სწრაფად არ განვითარდებიან და ამიტომ არაორდინარული ნაბიჯებია მისაღები ანუ ჯერჯერობით სამწუხაროდ მე გარდა იმისა რომ რაღაცის ტარიფი უნდა შემცირდეს სოციალური პროგრამები უნდა გაიზარდოს თურმე 4-5% ნორმალური ყოფილა ინფლაცია წელიწადში ნუ აი ესეთი ურთიერთგამორიცხავი განცხადებების და ნუ ცოტა ესე თქვა პოპულისტური ვარდისფერი განცხადებების გარდა ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ სამწუხაროდ თუმცა არ ვიცი იმან ვინც ბიუჯეტი დაგეგმა და იმ ხალხმა მათ იმედი აქვთ რომ მომავალი წლის ეკონომიკა 10-12%-ით გაიზრდება ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით ეს ნორმალურია თუ 10-12% იქნება მიუხედავად იმისა რომ აქედან 5% ინფლაციის ხარჯზე იქნება მაინც ნორმალურია 7%-ით თუ ბატა რას ფიქრობს არასამთავრობო სექტორი ყოფილ საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში თქვენი დამოკიდებულება როგორია კი ბატონო შევეცდებ გიპასუხოთ რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს აი ერთი რამ შეგვიძლია ვთქვა სამ დეტალებში შევიდოდეთ სიღრმეში შევიდოდეთ განხილვაზე რომ ჩვენთან საინვესტიციო გარემო არ იყო დაუშვათ საშუალოზე უარესი მაგრამ საშუალო დონის ასე ვთქვათ საინვესტიციო გარემო ჩვენთვის არ არის საკმარისი სწორედ აი იმიტომ რაც ბრძანა ბატონო ამირანო რომ ჩვენ პრაქტიკულად მივყოფებით ომის პირობებში ჩვენი ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და საკმაოდ ისეთ რეგიონი ხო ახლაც ვიმყოფებით პრინციპში სანამ ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები პრინციპში შეიძლება ვთქვათ რომ ვიმყოფებით მათ ყოველ შემთხვევაში მათ თვალში იქედან ეს ასე ჩანს ნამდვილად
ეხლა კიდევ რაც მინდა ამას დავამატო, რეგიონია თავად ისეთი, რომ ხშირად არის, თქვათ, არასტაბილური სიტუაციები ხშირად იქმნება აქ და ესეც ნაკლებად მიმზიდველს ხდის ქვეყანას ბიზნესისათვის. ამიტომ ჩვენ რაღაცით ეს ყველაფერი უნდა ვაკომპენსიროთ. ჩვენ გვჭირდება, თქვათ, საშუალოზე უკეთესი ბიზნეს გარემო, უფრო უკეთესი შეთავაზებები, უცხოური ინვესტორებისათვის, რომ მათ მაგ შემოიტანონ ინვესტიცია. ანუ ის რაც ჩვენ უარყოფითი ჩამოთვალეთ, იგივე ის ოკუპირებული ის რთული რეგიონი, დაძაბული პოლიტიკური ფონი ხშირად რეგიონში და ვთქვათ ამას დაერთო ქვეყანაშიც მიმდინარე წელს, აი ეს რაღაცი ჩვენ დამატებით უნდა ვაკომპენსიროთ. დამატებით რაღაცა უშეღავათიანი პირობები, ან სხვა რაღაც მათთვის საინტერესო უნდა შევთავაზოთ, იმის რომ ისინი დავითანხმოთ აქეთ შემოსვლაზე და აქეთ ვთქვათ ინვესტიციების ჩადებაზე. რაც შეეხება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, წინა ვთქვათ წინა ხელისუფლების პერიოდში რა ბიზნეს გარემო იყო, ცხადია რომ ეს ბიზნეს გარემო ეტაპობრივად მეტნაკლებად უმჯობესდებოდა, თუნდაც იგივე საგადასახადო ურთიერთობის საკითხი, რომელიც ძალიან პრობლემური იყო წლების განმავლობაში, მეტნაკლებად შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი, ესეც ფაქტია, ბევრი რამ დაიხვეწა, მაგრამ ბევრი რამ არის დასახვეწი იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, და თქვენი აი ბიზნესმა რა ისწავლა მთელი ამ წლებს, არა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, აი რა ისწავლა კონკრეტულად ამ მხრივ, ვთქვათ. ბიზნესმაც და ხა ასე ვთქვათ, მეორე მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდანაც ერთი რამ, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივი რამ უნდა, ასე ვთქვათ, ვისწავლოთ ყველამ, რომ ერთის მხრივ იყოთ პატიოსნები ბიუჯეტთან მიმართებაში, პატიოსნად ვაკეთოთ ჩვენი ბიზნესი წესიერად, ისე რომ გადასახადები შესაბამისი ოდენობით მით უმეტეს, რომ როგორც თქვა ბატონო ამირან, ეს გადასახადები არ არის ბევრი, არ არის მაღალი საერთო დონე ქვეყანაში, სხვა მეზობელ ქვეყნებთან თუ ზოგადად სოფლიოში მიღებული დონესთან შედარებით არ არის მაღალი, ამ გადასახადების, ასე ვთქვათ, დროული გადახდა, პატიოსნად მუშაობა და მეორე მხრივ პატიოსანი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ბიზნესისათვის, რომ არ გქონდეს იმ არაფორმალურ ურთიერთობებს, რომელზეც ახლა იყო საუბარი და რაღაცა დამატებით, რაღაცა ბერკეტები არ იქნეს ბიზნესაც გამოყენებული, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. ასეთი შეკითხვა მექნება ბატონო ამირან, აი თუ კი ქართულ ეკონომიკას ახალი პრიორიტეტები ექნება, ვთქვათ, შემდეგ ეტაპზე ახალი წლიდან ზოგადად გულისხმობ, თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად, როდის ან როგორ შეიძლება გაკეთდეს სრულფასოვანი ანალიზი განვლილი პერიოდებისა, ქართული ეკონომიკის, ბიზნესის და შემდეგ ამ კარგად გაანალიზებულ პროცესებზე, ან რამდენად იყო ეს წინა პერიოდებში გაკეთებული ამ გაანალიზებულ პროცესებზე, კარგად მოერგოს პრიორიტეტები, რომლის მიმართულებითაც ქვეყნის განვითარება წავა. არ ვიცი ხა ამის თქმა ალბათ ის რომ ჯერჯერობით ახალი ასე ვთქვათ უმრავლესობის მიერ ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე და მით უმეტეს შედეგებზე ლაპარაკი ცოტა ისეთია, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ თქვათ რომ რაღაც ვარაუდები გამოთქვათ შესაბამისი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ აი დაუშვათ ამას გააკეთებენ, იმას გააკეთებენ, თორემ მაგრამ ამის წინაპირობად არ არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, აი საფუძვლიანი ანალიტიკა, ანალიზი გაკეთდეს აქამდე განვითარებული სიტუაციების. ეს თუ გაკეთებული არ აქვს ახლანდელ უმრავლესობას, მაშინ თქვენ ნახეთ ეს მსგავსი რამ. არა, მე ვნახე ბევრი რამ, თუმცა არ ვიცი ხა რამდენად მოგცემს ამ გადაცემის ფორმატი ამაზე საუბარს, მაგრამ მე ვნახე ერთი რამ, რომ მათ კარგად მოახერხეს ყველაფერი იმის გამოყენება წინასაარჩევნოდ რაღაცების მაგალითად თუნდაც ის რომ ელექტროენერგიის ტარიფი თურმე განახევრება შეიძლება, მაგრამ ახლა ერთია ეს რომ დაუშვათ გასაგებია წინასაარჩევნოდ ვიღაცამ ეს მოიტყვა ამითი თავი, ვიღაცა მოტყუდა, ვიღაცამ არ მოტყუდა, მაგრამ მაინც ისე გადაწყვიტა, მაგრამ დამთავრდა ეს ყველაფერი. ახლა რეალობა გვაქვს ასეთი, რომ საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე ფასი არ გასწილა, მაგალითად. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია იყო, ანუ სინამდვილეში საქართველოში წლიდან წლამდე ელექტროენერგიის ფასი იაფდებოდა. და ამ დროს კიდე ლაპარაკო იმაზე, რომ გაანახილო. თქვენ შეგიძლია თქვათ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი იყო იაფი მოსახლეობისა. მოდი ასე ვთქვათ, არა, იყო იმდენი, რამდენიც უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ არსებობს მოთხოვნა და არსებობს მიწოდება, ხო? და ფასი შესაბამისი იყო ჩამოყალიბებული და ჩვენ თუ შევეცდებით ახლა აი ამ რეალობაში, აი ამ ფასის დაბლა დაწევას, ეს გაზდის მოთხოვნას და სად არის შესაბამისი ელექტროენერგია მიწოდებული. თუ ეს ასე არ მოხდება და არ მოხდება, გაჩნდება აუცილებლად დეფიციტი, ვერ გაუძლებს სისტემა დატვირთვას ელექტროენერგია
მე მოგახსენებთ რომ კი ბადაღებული რომ ძალიან იაფიჯდება მისი წარმოება, მაგრამ წარმოება ერთია და დისტრიბუცია ჯდება სამაგერო ძალიან ძვირი. და მაინდა-მაინც არც ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მოგება აქვთ დისტრიბუტორებს და ზოგადად ენერგეტიკულ სისტემას. ანუ ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ წლიდან წლამდე, პრობლემა არა, რეალობა იყო ასეთი 10%-ით იზრდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. და აი ამ მოხმარების პირობებშიც კი იზრდებოდა მიწოდება და არ იზრდებოდა ფასი. ჩვენ თუ გვინდა რომ ფასი გავა, მე შემიძლია ვთქვა რომ თეორიულად დაუშვა და მე მაგას მივესალმე რომ ფასი ერთი თეთრი შეიძლება გახდეს და ნახევარი თეთრიც, მაგრამ ეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და არა ვიღაცის პოლიტიკურმა განცხადებამ ან პოლიტიკური, იმიტომ რომ რეალობა საქართველოში გვაქვს ასეთი, რომ აი ამ ფასის და პირობითად თქვა 10 ცენტი კილოვატ-საათზე არის ჩამოყალიბებული ეს 10 ცენტი ჩამოყალიბდა იმ მიწოდებით იმ მოთხოვნით რაც არსებობს ამ წუთში. ბაზარმა დაარეგულირა. ბაზარმა უნდა მე მაგალითად წავიდოდი ასეთ რაღაცა ჩემი განსასაზღვრი რო იყოს, ჩემი პირადად და მე რო შემწევდეს მაგის ძალა და მხარდაჭერა მქონდეს ამდენი, მაგალითად საერთოდ გავიყვანდი სახელმწიფოს აი ამ ბაზრიდან, საერთოდ გავიყვანდი არ მივანიჭებდი არავის დისტრიბუციის, ესე ვთქვათ, უპირატეს უფლებას, არ მივანიჭებდი არავის გენერაციის უპირატეს უფლებას, იქნებოდა კერძო საკუთრებაში გენერაციაც, დისტრიბუციაც, გადაცემაც და კი ბატონო, კერძო მომხმარებლები. ეს აქამდე რატო არ იყო შესაძლებელი? მე არ ვიცი ეს აქამდე რატო არ იყო, იმიტომ რომ ახლა მაგი სხვას გითხრათ. ხო, იმიტომ რომ ითვლება რომ არ არის ეს შესაძლებელი პარტია. როგორც მინიმუმ ძნელად განსახორციელებელი არის, იმიტომ რომ ბუნებრივი ელექტროენერგია არ არის რაღაცა სასუსათო პროდუქტი, რომელიც ერთი მაღაზიაში თუ არა მეორეში შეიძლება იყიდო. იმიტომ რომ ამას დისტრიბუცია ვერ ექნება, ვთქვათ, კონკურენტულ პირობებში ვერ ჩადგებიან იქ, ვთქვათ, მიმწოდებლები და შესაბამისად ძალიან ბუნებრივი პროცესის გამო, იმიტომ რომ რაღაცა ქსელი არის ერთიანი, რომელიც რატო არის ვინ თქვა რომ ქსელი ერთიანი შეიძლება იყოს და არა 10-იანი მაგალითად? თუ 10-იანი იქნება, მაშინ კი ბატონო, მაგრამ დღეს როცა 10-იანი არა გვაქვს, ერთიანი გვაქვს, ეგ ბუნებრივი მონოპოლია ჩდება მან და ბატონო ამირან ჩვენ არ გვერდს ერთი წუთით მაშინ ვიტყვი აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეგ მე ესე წარმომიდგენია იდეაში რომ თუ ეს ასე მოხდება, ანუ ექსკლუზიური უფლება არ ექნება ვიღაცას დისტრიბუციაზე, ექსკლუზიური უფლება არ ექნება ვიღაცას გენერაციაზე და გადაცემაზე, გაჩნდება რამდენიმე ალტერნატივა, ესე გაჩნდება ბუნებრივად. ჯერეთი ელექტროენერგიას ალტერნატივა აქვს, არა მარტო დაუშვათ გადაცემის დროს აქვს და დაუშვათ არა მარტო ჰიდროელექტროენერგიას აქვს, ხო? 1000 სხვა ალტერნატივაა მისი მაგალითად არატრადიციული დაუშვათ იგივე მზის, ქარის ალტერნატივა მისი მაგალითად გენერატორები მაგალითად და 1000 რამის მოფიქრება შეიძლება თუ სახელმწიფო და მთავრობა შეხა რატო არ ეშვება მთავრობას ეს გასაგებია ხა მე ცოტა ხანია მეც ბიუროკრატი ვარ და გასაგებია რატო არ ეშვება მთავრობა არ შეეშვება წარმოიდგინეთ ახლა საბჭოთა კავშირის დროს ბაგაბაღშიც არ ეშვებოდა მთავრობა ბავშვებზე კონტროლის დამყარებას, ხო? და დაბადებიდან სიკვდილამდე სახელმწიფოს განკარგულებაში იყო ადამიანი, ხო? მაგრამ თუ სახელმწიფო შეეშვება ამას, გაჩნდება 1000 ალტერნატივა, რატო რა პრობლემაა მაგალითად რომ 3 ეს იყოს კონდეთ მრიცხველი სახში და რომელიც დენიც მოგეწონებათ, იმიტომ რომ ეგ საუბარი ჩვენ დენი მოგვეწოდება, მაგრამ ამდენად ხარისხიანი ეს დენი სხვა საქმეა. 3, 4, 5 მაგალითად მე მახსოვს დრო აი ბნელი რომ იყო ქვეყანა მაშინ, მაგალითად 90-იან წლებში დაახლოებით 5 გადამრთველი იდგა ჩემს სახლში, იმიტომ რომ სხვადასხვა ახლო ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, რომ საშუალება იყო, რომ რამდენიმე ფიდერიდან მოდიოდა სხვადასხვა მიმართულებიდან დენი და 5 სხვადასხვა კაბელი იყო ჩემთან შემოყვანილი, იქ არ არის დენი, აქ არის, იქ არ არის, აქ არის. კი ეს შეიძლება სულებითაც არ არის სასაცილო არა, სახუმარო კი არის, მაგრამ არის რომ შესაძლებელია. რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა მე მაგალითად გეტყვით ერთი მაგალითად ხელშეკრულება იყო, არ ვიცი ახლა ეს გააუქმა თუ არა თელასმა ეს ხელშეკრულება, მაგალითად ხელშეკრულებაში ეწერა რომ მომხმარებელს თბილისის ელექტროენერგიის მომხმარებელს, ვისაც თელასთან დებდა ხელშეკრულებას, არ ქონდა უფლება
თელასთან შეთანხმების გარეშე გამოეყენებინა სხვა ალტერნატიული ენერგიის წყარო. ანუ გენერატორი ჩართვის უფლება არ ქონდა იმის გარეშე. ანუ ექსკლუზიურ უფლებებს თუ მოვაცილებთ, იქნება მე ადამიანს მიღირდეს და მე მგონია უნდა გვიღირდეს ერთხელ გადავიხადოთ ბზის ბატარეებისთვის ერთხელ გადავიხადოთ ძვირი ფასი და მე დავისვენოთ 25-30 წლის განმავლობაში სანამ გარანტიები. მადლობს ბატონო ამირან. და კითხვით ვიქნები თქვენთან, რამდენად ჭირდება ბიზნეს და ეს ყველამ ვიცით რომ ჭირდება მუდმივი ანალიზი. ანუ ესე თანმიმდევრულ პროცესს რაც ვითარდება მიმდინარეობს ანალიზი და თქვენი აზრი როგორი არის ბიზნეს ანალიტიკოსების მიმართულებით საქართველოში ბიზნესის განვითარების პროცესში. ანუ ისინი რამდენად არიან ისეთივე აქტუალურები და ისეთივე მუდმივად კურსში უზიან ამ პროცესს. თუ ასისუსტეა, ან რესურსი როგორია ამ ხრივ ქვეყანაში? გიპასუხებთ თქვენს კითხვას და შევეცდე მე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ჩემი აზრი დავასრულე და ერთი წინადადებას კი ბატონო ერთ წინადადებას მას დავამატებ უბრალოდ შემდეგ რაც შეეხება ბიზნეს ანალიტიკოსები რო გჭირდება ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ სიტუაციაში ბიზნეს მაჩვენებლებს გამოყენებული იქნენ უკვე კონკრეტულად ბიზნესებში რა თქმა უნდა ჭირდება კონკრეტულად ბიზნესებსაც ჭირდებათ ეს თავიანთი საკუთარი საქმიანობის ანალიზით და ზოგადად არიგის თუ ქვეყნის ეკონომიკის ანალიზი და ჭირდება უპირველეს ყოვლისა თავად სახელმწიფოს მხრიდანაც რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე უნდა იქნა შემუშავებული. აი სწორი ეკონომიკური პოლიტიკაზე კარგად გათვლიზე რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ეხლა ითქვა კიდევაც რომ ჯერ არაფერი ნამდვილად ვერ გამოჩნდა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ გამოვედით წინასწარ პოსტსაარჩევნო ეიფორიიდან სამწუხაროდ აქამდე იმედია ნენელა მე მგონი გამოვდივართ უკვე და იმედია მალე დასრულდება ეს პროცესი და მალე იქნება სრული თქვა ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული სრულად ჩამოყალიბებული გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა და ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე თქვათ რომ ჩვენ რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს იმიტომ რომ მე პერსპექტივის ანალიზი დღეს გამიჭირდებოდა და როცა სრულად არ მაქვს ასე თქვათ დანახული ის ეკონომიკური პოლიტიკა რასაც ახალი ხელისუფლება შემოგთავაზებს მათ შორის იგივე ტარიფების თემაზეც რომელზეც ეხლა ვთქვით და ასე შემდეგ ეხლა მე დღეს თალსახად ერთი რამ მინდა ვთქვა რომ თალსახად არ შემიძლია ეხლა ნამდვილად ვთქვა რომ თქვათ რაღაცა ელექტროენერგიის ტარიფი უნდა შემცირდეს თუ უნდა დარჩეს იგივე თუ უნდა გაიზარდოს იმიტომ რომ ამას ჭირდება კარგი ანალიზი, კარგი კალკულაცია შესაბამისი მონაცემების საფუძველზე და იმის საფუძველზე იქედან გამომდინარე უნდა იქნას ასე ვთქვათ დასკვნების შემდეგ გაკეთებული ეს შეიძლება ასე ვთქვათ შემცირდეს შეიძლება დარჩეს იგივე თუ გაიზარდოს და ერთ მინდა ვთქვა მაგას დაკავშირებით რომ ახბუნებრივია მე პირადად ალბათ თავის საზოგადოების უმრავლესობასაც ურჩევნია რომ ვთქვათ გქონდეს ელექტროენერგია დაუშვათ რაღაცა გქონდეს ელექტროენერგია თუნდაც იმ ფასად რომელიც დღეს გვაქვს ვიდრე გქონდეს დაბალ ფასად და არ გქონდეს თუ ეს ამიტომ თუმცა ამაზე ცალსახად მე ახლა არ შემიძლია იმიტომ რომ ამას დათვლა ჭირდება რაც შეეხება ამ სფეროში კონკურენციის ჩამოყალიბებას კი ეს შესაძლებელია თეორიულად პრაქტიკულადაც ცოტა ამას დრო დაჭირდება უბრალოდ იგივე ჩანაცვლება განახლებად ენერგიის წყაროების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ახლა ეს ტექნიკურად რამდენად მალე მოხდება ძალიან ძნელი მაგრამ ჩვენ ზოგადად საუბრობთ დღეს და არ საუბრობთ არანაირად ტარიფებზე მე მექნება ესეთი შეკითხვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოში, რომელსაც ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და კოორდინირება ევალება და რომელშიც მთავრობის თანამდებობის პირებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. ბიზნესი წარმოდგენილი არ იყო აქამდე. მაინტერესებს პაატას აზრი, უნდა თანამშრომლობდეს თუ არა ბიზნეს სექტორი ქვეყნის ხელისუფლებასთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. და თუ იყო ამის მაგალითები არასამთავრობო სექტორის პოზიციიდან? არა, თუ კი მაგ საბჭოში ბიზნესი იქნება წარმოდგენილი ან თუნდაც საზოგადოებრივი სექტორი, როგორც მინიმუმ ამით არაფერი არ დაშავდება და მე მგონია რომ საკმაოდ კარგიც იქნება იგივე ფინანსთა მინისტრის ერთი ინიციატივა ამ დღეებში მოვისმინეთ რომ თუნდაც დავების განხილვის საბჭოშიც იქნეს წარმოდგენილი. აი ესეც მხოლოდ მისასალმებელია ჩემს აზრით, თუ კი თქვა საზოგადოებრივი სექტორიდან ადამიანები პროფესიონალები იქნებიან შეყვანილი, რომლებიც გარედან უყურებენ ამ ყველაფერს, მათი აზრით შეიძლება სასარგებლო იყოს და ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ როგორც მინიმუმ არაფერი ამით არ დაშავდება თუ იქ სწორად მოხდება ბუნებრივია კვალიფიციური ექსპერტების შეყვანა და მათი აზრი იქნება გათვალისწინებული ეს მხოლოდ მე მგონი შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაუმჯობესებასაც თუნდაც იგივე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით იგივე თუ კი ესეთი არის თუ კი იგივე საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით არის რაიმე გაურკვევლობები და ასე შემდეგ მხოლოდ დადებით შეიძლება იყოს ეს კიდევ ერთი კითხვა პაატასთან რამდენად თანამშრომლობდა
გავლილ პერიოდში ბიზნეს სექტორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაუწევიათ თუ არა მას დახმარება კორუფციასთან და მონოპოლიასთან ბრძოლის კუთხით თუ დაუფინანსებია როდესმე ბიზნეს სამოქალაქო საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაცია. არც მე მხოლოდ მაგ კითხვაზე მხოლოდ ჩემი ორგანიზაციის გადასახედიდან შემიძლია გითხრათ რომ ბიზნესთან ესეთი ბიზნესის მხრიდან ესეთი ასე ვთქვათ პირდაპირ დაფინანსებული პროექტები თუნდაც ასე ვთქვათ მაგ მიმართულებით რომ მე თქვენ ახსენეთ ჩემი ორგანიზაციის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა ზოგადად თანამშრომლობაზე შეიძლება ითქვას ბიზნესისა და საზოგადოებრივ სექტორისა გარკვეული თანამშრომლობას ალბათ ადგილი აქვს თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს სფერო მაინც ასე ვთქვათ ვთქვათ არ არის ის თანამშრომლობა რომელიც ასურველი შეიძლება იყოს და ამ ხრივ ბევრია კიდევ გასაკეთებელი როგორც ერთი მხრიდან მე მხედრული მასშტაბ ბიზნესის ასევე საზოგადოებრივი სექტორის მხრიდანაც მე ძალიან მინდოდა დღეს გვესაუბრა ჩვენ დამატებით მხარეებზე ბიზნესში ეს იქნებოდა ვთქვათ ბიზნეს ეთიკა თუ ისეთი საშუალებები რაც უფრო მრავალფეროვანს გახდიდა კიდევ ბიზნეს მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამის საშუალება არ გვეძლევა თუმცა იმედია რომ ეს შემდეგ გადაცემებში მოხერხდება ბოლოს მე იქნება ასეთი შეკითხვა ბატონო ამირან თქვენთან რომ ყველაფერს ბიზნესაც აქვს ეთიკა და საქართველოში არსებობს სხვათა შორის ვკითხულობდი რომ ბიზნეს ეთიკის კოდექსი შემუშავებულია საქართველოში, თუმცა აქამდე სამწუხაროდ რამდენიმე ორგანიზაციაც მუშაობდა ამ კუთხით, რომ კიდევ უფრო ისეთი სრულფასოვანი გამხდარი იყო ეს გარემო, მაგრამ არ ყოფილა ეს აქტიური ამ ხრივ მუშაობა. მორალური პრინციპები რომ შემუშავდეს საზოგადოებაში, ბევრი ცუდი და ბევრი კარგი უნდა მოხდეს. უნდა გადაილახოს ბევრი სიტუაცია, ეს ეხება რა თქმა უნდა ბიზნესაც, როგორც საზოგადოების ნაწილს. აი, რას უსურვებთ თქვენ მომავალი წლიდან ქართულ ბიზნესს საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა, ხო? ნუ ალბათ წინ კიდევ ბევრი იქნება გასავლელი, ბევრი საინტერესო ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, თქვენი დამოკიდებულება. ბიზნესს მე უსურვებ დიდ მოგებას, დაბალ გადასახადებს უსურვებ რომ ინფლაცია არ იყოს და უსურვებ რომ რა საქმესაც მოგიდებენ ხელს ყველაფერი წარმატებით გამოვიდეთ რაც შეეხება ეთიკის კოდექსს მე მგონია რომ ეს ადამიანმა თვითონ უნდა დაუწესოს თავის თავს და არასდროს არ ყოფილი ვარ მომხრე მე რაღაც საერთო პრინციპების შემუშავების იმიტომ რომ ეგ როგორც წესი ძალიან სქემატურია იმიტომ რომ ის რაც ერთისთვის არის მისაღები შეიძლება მეორესთვის არ იყოს მისაღები ამიტომ სწორედ ამაში ვლინდება ადამიანის ინდივიდუალობა და აქაც ინდივიდუალურად უნდა მივუდგნენ და თვითონ უნდა დაუსახოს ადამიანმა თავის თავს. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ამერიკელმა და ბრიტანელმა საქმოსადმა ადამიანებმა ამ კუთხით გააძლიერეს მუშაობა. ხო, არ ვიცი ხო როგორ გითხრათ, იცით ეს ყველა ადამიანმა თავის თავს უნდა დაუსახოს რაღაც მიზნები. მე ზოგადად ახლა დიდი ხანი ჟურნალისტი ვიყავი და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი თუნდაც ჟურნალისტური ეთიკის შემოღების, იმიტომ რომ ის რაც ერთი ჟურნალისტისთვის არის მისაღების არ არის მეორესთვის, ის რაც დაუსვათ ყვითელი პრესისთვის იყო მისაღების არ იყო უფრო სოლიდური გამოცემებისთვის მისაღები, ამიტომ ყველას აქვს უფლება იმოქმედოს ისე როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ ახლა მე შესაბამისად მოხმარებელიც გადაწყვეტს ვის როგორ და რანაირად პირველი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ბიზნეს უსურვებ მოგებას დაბალ გადასახადებს და ნულოვან ინფლაციას მადლობა. პატა მოგისმენთ, რას უსურვებთ ბიზნესს? სურვილებში აბსოლუტურად დავეთანხმები ბატონ ამირას, ნამდვილად ისეთი რამე უსურვა, მეც ნამდვილად ვერ შევავსებ, უბრალოდ ეთიკასთან დაკავშირებით, ბიზნეს ეთიკასთან დაკავშირებით ორიოდი სიტყვას დავამატებდი, მხოლოდ იმას, რომ მეც არ ვთვლი რომ რაღაცა კოდექსის, რაღაცა ეთიკის კოდექსი უნდა შემოვიღოთ და რაღაც ბიზნესმა ის უნდა დაიცვას, თუმცა ერთი რიგი ფაქტია, რომ ზოგადად ეთიკის ნორმები რამდენად რა სიმაღლეზეც არის საზოგადოებაში, იგივე არის ბიზნესში. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა ვიზრუნოთ იმაში, ზოგადად ეთიკის ნორმები საზოგადოებაში იყოს მაღალ დონეზე დაცული და მე ასე ვთქვათ, შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ხარისხით იგი იქნება ასევე ბიზნესში ბუნებრივია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში. მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ეკონომისტი და იმერეთის რეგიონის დირექტორი, წარმომადგენლობის დირექტორი უკაცრავად პაატა კლდიაშვილი და ქალაქის ვიცე-მერი ბატონი ამირან ძოწენიძე. ურმესი მადლობა. შეგახსენებთ უსმენდით ბიზნეს ავარს FM 7-სა და 9-ზე და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობდა ლელა სერგვა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.